გამარჯობათ, მოგესალმებით ძვირფასო არხის წევრებო და ადამიანებო, ვინც პირველად შეხვდებით ამ ვიდეოს და გაჩერდებით. ვისიც იქნება ეს გაშლა. გაშლა ეხება ურთიერთობას, რომელსაც გვეტყვის ჩვენი საოცარი ტაროს ინსტრუმენტი. და არის მიხედვითაც თქვენ ამოიცნობთ თქვენს თავს, რამდენად გეკუთვნით ინფორმაცია, რომელიც უნდა გაშერდეს სამყაროსგან თქვენთვის. მისთვის ვისიც იქნება სიგნიფიკაცია. დღეს საოცარი გაშლა გვექნება იმ მხრივ, რომ მაქსიმალური სიზუსტე ექნება დაცული, რადგან ვიყენებთ ჩვენ ტარომანარას და ტარომანარას გამოყენება არ ხდება ძვირფასო ადამიანებო სტანდარტული ტაროს დასტების ნაირად, მათ შორის არც ორაკულების ნაირად. ტარომანარა არის ერთადერთი დასტა, რომელსაც გააჩნია აბსოლუტურად განსხვავებული ინტერპრეტაცია, მიუხედავად იმისა, რომ არის 78 არკანის გარშემდგენილი კლასიკურ ტაროს მიხედვით, გააჩნია რადიკალურად სხვა მნიშვნელობები მის არკანებს და საოცარი მნიშვნელობების მქონეა თითოეული მათგანი და არა ისეთი, როგორიც აქვს სხვა ნებისმიერი სახის 78 არკანზე აგებულ ორაკულს და ისევე როგორც კლასიკურ ტაროს, კლასიკურ ტაროს თავისთავად კლასიკური მნიშვნელობები აქვს და თუმცა კლასიკურ ტაროსაც კლასიკური მნიშვნელობების გარდა აქვს ნუმეროლოგიური მნიშვნელობები, რომლებიც ფაქტიურად უმთავრეს როლს ასრულებს ტარო კლასიკის წაკითხვის დროს, ვიდრე კლასიკური არკანების მნიშვნელობები მხრივ, რომ მხოლოდ ნახატების მიხედვით და გლიფების მიხედვით ვიმსჯელოთ. გლიფები არის უკვე მთავარი ენერგიები არის რიცხვები, ჩემო ძვირფასო და იმ რიცხვების ცოდნა ტაროს სისტემაში. დანარჩენად ენერგიას ვამბობთ ყველა, თუმცა ენერგია არის ნუმეროლოგიაში, ყოველ შემთხვევაში მე ასე მაქვს და ვისი წაკითხული ჩემთვის იყო ძალიან ასე ვთქვათ ვაუ ეფექტის მომცემი, ასე იყო. ენერგია იკითხება რიცხვებით, ხოლო ნახატებით სხვა რამ გადმოიცემა და ასევე გლიფებით სხვა რამ გადმოიცემა, თუმცა იმ ენერგიის პარალელურად ერთმანეთში ხდება კომბინაციურად შერევა. მოკლედ ეს ძალიან ღრმა თემაა. ტარომანარას მოყვა ეს ყველაფერი. ტარომანარა არის დასტა, რომელიც ჩადის ქვეცნობიერში, ადამიანის ქვეცნობიერში და ამოაქვს ისეთი ნიუანსები, რომლებიც შეიძლება თქვენ თვითონაც საკუთარ თავთან გქონდეთ დამალული. დამალული არა, უგულებელყოფილი, მოდი ასე ვთქვათ. და როგორც კი დაუფიქრდები, იტყვი ღმერთო, საიდან იცოდა ამ კარტმა ის, რასაც მეც კი ვუმალავდი ჩემს თავსო. ამიტომ დღეს ესეთი გაშლა გვექნება, რომელსაც დავურთავ ტარომანარას ინფორმაციას. მე საერთოდ საჯარო გაშლებში ნაკლებად ვიყენებ ტარომანარას, თუმცა დღეს რატომღაც მოითხოვა. პერიოდულად ითხოვს ხოლმე, რა თქმა უნდა, საჯარო გაშლებშიც და მე რომელი დასტაც მეძახის, პირად გაშლებში ყველა ვარიანტში ვიყენებ მანარას, 95% ვიყენებ მანარას, 100-დან 100%-ში ვიყენებ კლასიკას და სადღაც 5%-ში ვიყენებ ორაკულებს. გააჩნია. სიგნიფიკაცია ნახოთ. რა ურთიერთობაში ხართ ახლა, ვისთვისაც უნდა მომაწოდოს სამყარომ ინფორმაცია, თუ როგორ გაგრძელდება მათი ურთიერთობა. ეხლა რა ხდება იმ ადამიანების ურთიერთობაში, ვიზიც უნდა გავაკეთო გაშლა, სიგნიფიკაცია თქვენი. რა ხდება თქვენ შორის? გაშლა იქნება შემდეგი ურთიერთობის ადამიანების
მქონეთათვის, როცა რამდენად სწორად თქვი, რომლებიც იმყოფებიან ეხლა პაუზაში, რა თქმა უნდა, რომელიც აი რაღაცა უცბად ამ ადამიანმა შეიძლება რაღაცა თქვა, რაღაცა გამოგიცხადათ, უცბად გითხრათ, გამოგიცხადათ, ან თქვენ გამოუცხადეთ ადამიანს, ხა საჯაროა გაშლა და ამიტომ აი უცაბედი ნათქვამის გამო დადგა ეს პაუზა, რომელიც არის დიდი ხანია უკვე და ეს ხდებოდა არაერთხელ მოხდა, მაგრამ ამდენ თითქოს ყოველთვის ხდებოდა ხოლმე მერე განახლება. თქვენ ეხლაც გაქვთ იმედი, რომ ეს ურთიერთობა განახლდება. აი უკვე არ იცით, იმიტომ რომ ელოდებით, აი როგორ ელოდებით, იცით, ყველა შემოსული შეტყობინება, რომ გონიათ ის არის, რომ აი ესეთი აზრები გაქვთ უკვე, რომ რაღაცა შეტყობინება რომ მოვა ტელეფონზე ან რამე უცხო ნომერი ან ასე შემდეგ. ფიქრობთ, რომ ნეტა სხვა ნომრიდან ხო არ მირეკავს, ან სხვა ნომრიდან ხო არ მომწერა, ან სხვა ამ დროს ბაიბულში არ ხართ, არ იცით არაფერი. არის სრული პაუზა. და აი ემოციურად თქვენ მაინც მასთან ხართ, მოდი ასე ვთქვათ, თუმცა მისი მხრიდან ეს მაგისი გაყინული ემოციები მაინც შენახული გაქვთ და თქვენ მაქსიმალურად ცდილობთ, რომ თქვენი სიყვარული უშუალოდ შენი მხრიდან იმას ქნა, რა ქვია, გაწელო, მოდი ასე ვთქვათ რა. თუ იცანით თქვენი თავი, ნახოთ ახლა რა გელოდებათ ამ ურთიერთობაში. როგორ განვითარდება? აი იქნება. რაც ცვლილება გელოდება უახლოეს პერიოდში სასიყვარულო ურთიერთობაში. ამაზე არ ვამბობთ პრინციპში, ჩვენ ვეკითხებით, რა სიახლე გელოდება სასიყვარულო სფეროში ურთიერთობების მხრივ, სასიყვარულო მიმართულებით, სამყაროსგან რა სიახლე გელოდება ურთიერთობებში, სასიყვარულო მიმართულებით. ადამიანს, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებს, სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში უახლოესი პერიოდის მომავალში. სამყაროსგან რა სიახლე ელოდება სასიყვარულო მიმართულებით ამ ადამიანს უახლოესი. არამანარას არ გაჩვენებთ, იმიტომ რომ ეს არის ისეთი არკანები, რომელიც ცოტა ეროტიულია და TikTok-ი ვერ აიტანს ამ არკანების გამოჩენას, სადაც არ არის, მაგრამ საოცარი და ამი აქ საერთოდ ვერ ხედავ ეროტიზმს, აი სამართლა ვერ ხედავ რაღაც საოცარ სიღრმეებს. ვაიმე, ძვირფასო ადამიანო. აი თუ გინდა მართლა ხმალით კისერი მოვჭერით, მაგრამ აქ მოდის ადამიანი, მოდის განახლებული. დიდი ხანი ეცადა, რომ ეს ურთიერთობა დაესრულებინა, მაგრამ ვერ შეძლო და გადაწყვეტილებას იღებს ეს ადამიანი ტრანსფორმაციაში იყოს სულის დონეზე. აი მოულოდნელად ეს მე-16 ტრანსფორმაცია მოხდა, რასაც ამ ურთიერთობისთვის წინსვლა უნდა მოეცა. ეს ამ ურთიერთობაში ის დიდი ხნის განმავლობაში, დიდხნიანი ურთიერთობა და დიდხნიანი პაუზაც არის. ახლა ამ ეტაპზე ამ ურთიერთობაში რაღაც დიდი ხნის განმავლობაში გროვდებოდა, აი უფრო არასაჭირო, შეიძლება რაღაც მომენტში საჭირო იყო, მაგრამ მე უკვე არასაჭირო იყო ის ყველაფერი, მაგრამ მაინც ამ ურთიერთობაში ინახებოდა აი უცაბედმა აფეთქებამ, რაც თქვენ შორის მოხდა და ეს აფეთქება გამოიწვია სიტყვამ, გაბრაზებამ, უცბად გაბრაზებამ, აი ის უნდა დანგრეულიყო შიგნით უკვე რაც საჭირო იყო გაკეთდა, მაგრამ ის ნეგატიურ ფორმაში შეინახა. ის უნდა დანგრეულიყო და ამისთვის მოხდა ეს ყველაფერი.
ამავდროულად ამ ყველაფრის და ანუ როგორი რაღაც იყო იცი აი ის რომ დაინგრეოდა მიზანი იყო ის რომ იმ დანგრევის შედეგად მომხდარიყო ამ ურთიერთობის წინსვლა ანუ განახლება ახალ ეტაპზე წასვლა უკვე ახლით შევსება და არა იმ ძველით არსებობა და გაგრძელება ამიტომ მოხდა ის რაც მოხდა და აქ სწორად წავიდა ტრანსფორმაცია საქმეც მაგაშია გამიგეთ აქ სწორად წავიდა ტრანსფორმაცია პლუს ტრანსმუტაცია ანუ მენტალურ დონეზე გაცნობიერდება ეს საოცარი არ ვიცი ქალია კაცია მაგრამ აქ დიდი ალბათობით კაცია იმიტომ რომ მე ძირითადად ქალებზე ვშლი მოხდა ამ ადამიანში ის რომ ძალიან დიდი ტკივილი გაიარა აი რა აღარ გააკეთა რომ დაესრულებინა ეს ტკივილი, მაგრამ ვერ შეძლო და აი თითქოს რაღაცა ძალა მოუვა ამ ადამიანს, აი ანუ ამ ადამიანმა ამ ტკივილში მიხვდა რომ ის ნეგატიური ემოციური ფონები რაც ჰქონდა ამ ურთიერთობას და თქვენ ზოგადად თქვენთან დაკავშირებით აი უკან უნდა დაეტოვებინა გამიგე აი ამას მიხვდება ეს ადამიანი და დატოვა და როგორი რაღაცაა იცი მიხვდა იმას მენტალურ დონეზე ეს ადამიანი რომ ეს ყველაფერი ემოციურ დონეზე უკან უნდა დაეტოვებინა აქ მოხდა ეს ტრანსფორმაცია განახლების გადაწყვეტილებას იღებს მე იცი რა მაინტერესებს აი როგორ იღებს ამას რომ სანამ ეს პოზი მოვა მასთან აი რა იძულებს ამ ადამიანს რომ ეს გადაწყვეტილება მენტალურ დონეზე მიიღოს აი უფრო ღრმად რომ სიყვარული კი სიყვარული და ეჭვიანობა თქვენს მიმართ, ჩემო სიხარულებო, იმიტომ რომ თქვენგან ალბათ იცის ამ ადამიანმა რომ გიყვართ და მასაც უყვარხართ და მასთან ყოფნა გინდათ, აი თანაბრობა გინდათ ურთიერთობაში და თქვენ როგორ ახართ იცით? თქვენ ამ ადამიანის მხრიდან ელოდებოდით გადაწყვეტილების მიღებას, აქ კაცია დამოკიდებული, გადაწყვეტილების მიღებას და შეიძლება აი როგორ რაღაც იყო იცი დიდი ხანი ფიქრობდით ელოდებოდით და ეხლა ისეთი ელფერი გაქვთ რომ თითქოს თქვენს საქმეებზე ხართ გადართული თქვენ სამომავლო გეგმებზე ხართ მოქმედების საქმის მხრივ და აქ უკვე ეს ადამიანი ეჭვებში გადავიდა შეიძლება ცოტა აეჭვიანებთ კიდეც არ ვიცი რა ხდება მაგრამ აქ ეს ადამიანი უფრო სწორად თქვენ რომ თქვენ საქმეებზე გადაერთეთ ეს ფიქრობს რომ სხვა ვინმე ხო არ გამოჩნდა მაგის ცხოვრებაში აი ეს ეჭვიანობა და სიყვარული თქვენთან რა ემოციური ფონიც გქონდა ამ ნეგატივის იქით აი ამ პროცესში მიხვდება და ამუშავებს ამას და ეს ადამიანი მოდის ახალი გადაწყვეტილებით თქვენს ურთიერთობაში ამას წყალი არ გაუვა ძალიან მალე აი ძალიან მალე კი თქვენ რაც აი სასურველის ასრულება რო ვერ ხდებოდა რეალურად ბევრი ოცნება იყო ბევრი რაღაც ძალიან ლამაზი გოგო ხართ მაგრამ აი თითქოს რეალობაში ვერ გადადიოდა თქვენი სურვილები და უკვე აი როგორ თქვა დაღლილიც კი იყავით რა ამ ურთიერთობას ეხლა ამ კაცმა ამ პაუზაში სხვათა შორის თქვენს და ამანაც ძალიან კარგად გააცნობიერეთ ყველაფერი ძალიან კარგად გააცნობიერეთ ცუდად არ იხსენებთ ნამდვილად მაგრამ აი რაღაცით იწვევთ ამ ადამიანს შეიძლება ინტერნეტში რამე ფოტოებს დებთ რაღაცით იწვევთ ამ ადამიანს რა და ასევე ფიქრობს რომ ის არის რა ქვია სხვა ბიჭებიც ამას აუცილებლად მიწერენ რაღაცა იმოქმედებენ მაგრამ ზუსტად იცის რომ თქვენ შეიძლება ასე ვთქვათ ძალიან შეიძლება არა შეიძლება ცნობადიც ხართ ძალიან ლამაზი ხართ და შეიძლება ნამდვილად ბევრი ადამიანის მოსწონდეთ მაგრამ ისიც ზუსტად იცის ამან რომ თქვენ ახლოს არავის მიუშვებთ ასე ვთქვათ ზედმეტად გამიგე მაგრამ ეს ურთიერთობა აღდგება აი იცი როგორი ფორმატით დაუშვათ თუ იყო უფრო ცოტა თავისუფალი ცოტა ესეთი ქარაფშუტული ეს ურთიერთობა თქვენ ფიქრობდით რაღაცის უფრო ასე ვთქვათ რეალურად ის გინდოდათ რეალობაში გადატანა აი ამ ფორმატით აღდგება ეს ურთიერთობა ამ პაუზის შემდეგ
ამისთვის ხართ აი როგორ გითხრათ რა თქვენ აი ამ ურთიერთობას ახაც ძალიან აღმერთებდით ზედმეტად აი რაღაცა აი კუმირი რო იტყვიან რა ესეთი რაღაცა გქონდათ და თითქოს დაიღალეთ ამ დროს ამ ადამიანისთვისაც ხართ ვარსკვლავი აი ულამაზესი ზღაპრული გოგო როგორ ხა ვარსკვლავს ვინ არ გაიკიდება ხო არა აქ ურთიერთობა აღდგება ისე როგორც თქვენ გინდოდათ აი ეს სიტყვები მომდის რასაც მე თქვენ გისურვებთ თუ იყო თქვენი გაშლა ენერგო მიმოცვლის სახით მოიწონეთ ვიდეო მე კი გისურვებთ ულევ ბედნიერებას სიყვარულს სიხარულს და მზეს თქვენ სულში ძვირფასო ქალბატონებს